თქვენ დაუკავშირდით საინფორმაციო ცენტრს 1600. აი პირველ რიგში მე დავხო ზიადაურ გაჩქებ ივანიშვილი მე ვიყავი ქართული ოცნების წარმომადგენელი ძალიან ისეთი რეჟიმში ვიყავით ნაციონალური რეჟიმი არა ძლივს მოვიშორეთ 1 ოქტომბერს კი არ მოგვიშორებია ნაციონალური რეჟიმი ისევ კუდრებით არ გათოცხლდნენ ეს ხალხი ისევ ოცნებას იმიტომ ტოვებ ზიადაურმა არა სამშაბათს ბიუროში ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა მე ქალი ვარ ცხარე ცრემლებით ატირებული გამომიგზავნა ბიუროდან იმ სიტყვებს მე დღეს არ ვიტყვი და სიტყვებიც მე თვითონ მითხრა თელი საქართველოს გასაგონებლად მინდა ვთქვა ესეთი დეპუტატმა შეიძლება პარლამენტში იმუშაოს ეხლა არა ზიადაურისთვის დამითმია ყველაფერი მე ის ქალბატონი ვარ მე ჩემი თავმოყვარეობა მაქვს მე უნამუსო ქუჩის ქალი არ ვიყავი ვიბრძოდი საქართველოსთვის ის ადამიანები, რომლებიც დღეს საკრებულოს მართავენ, ერთადერთი მებრძოლი ადამიანი, რომელიც მოხსნეს რამდენიმე დღის წინ, ასაქმეს მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალები წამყვანებ პოზიციებზე და ასევე თავიანთი ნათესავები, რომლებმაც არც კი იციან, რა ევალება და რა მოვალეობა აქვთ მათ სამსახურს და მე მგონი სახელწოდებაც არ იციან, ჩვენ დავტოვეთ პარტია იმის გულისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიბრძოლოთ ქვეყნისათვის, მოვიყვანოთ ქვეყნის სათავეში ქალბატონი ნინო გამოცდილი პოლიტიკო დღეს მე მინდა მთლიან საქართველოს მოსახლეობას შევარტყობინო როგორ სამართლია საქართველოში ცხოვრობთ ახლა დღეს აი ეს ხალხი რომლებიც აქა ვართ სულ ყველა ქართული ოცნების ყოფილი წევრები ვართ 75% ავაღებინოთ პაკისის ხეობიდან 100 მანდატურები სულ ყველა დღეს კიდე ჩვენ ჩაგვანაცვლეს ქართული ოცნების წევრების მაგივრად ნაციონალების კომისიის წევრებმა ნაცნობებით და მეზობლებით ნათესაობით. ვინც ყველა ერთად გვერდზე დაუდექით ზიადაურს ქართულ ოცნებას. გავიმარჯვეთ. 1 ოქტომბერს დაუმართ მოკდა რა ნაციონალური ოცნება. დღეს კიდევ ისევ არის ესენი. რო შეხედა სადაც გინდა სამსახური გინდა ნებისმიერი ადგილი იყო ყველგან ნაციონალები არიან. არანაირი არაფერი არ არის გაკეთებული. პირიქით უსამართლოდ იქცევა ზიადაური დღეს. მამუკა ხულეგაშვილი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. გასული 2000 წლის უკან განვითარების ერთდონეზე და სახელმწიფოებიც ვიყავით და ისინი დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან. სწორედ ეს საფუძველი გაიარეს, ეს არის ასე ვთქვათ სახადივით და ჩვენც უნდა გავიაროთ ეს გზა და აქამდე დარჩა სულ რაღაც 20 თვე და 10 თვე თუ მოითმინეს ამ ადამიანებმა. არ ამგონია რეალურად ეს მიზეზი ყოფილიყო თუ მართლაც ქართული ოცნების წევრები იყვნენ ქართული ოცნების დატოვების მიზეზი. აქ უფრო სხვა მიზეზებს ვხედავ მე. აქ არის ალბათ პირველ რიგში ფინანსური დაინტერესება და ეს არის მათი ასე ვთქვათ წევრების გაფართოების მიზეზი ბურჯანაძის პარტიის და სამწუხარო ის არის რომ ის დაავიწყდა თუ რა გახდა ბურჯანაძის ნაციონალებიდან წამოსვლის მიზეზი 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს საპარლამენტო სიებში ადგილების რაოდენობაზე რო ვერ შეთანხმდნენ ეს გახდა ერთადერთი მიზეზი ნაციონალური მოძრაობიდან ბურჯანაძის წამოსვლის და შესაძლებელია არის კონკრეტული ფაქტები ახლა ისე აღვეჭდი და მტკიცებულებები არ არის მაგრამ უხდიან იმის და მიხედვით ვისაც წონა და ავტორიტეტი აქვს სოფელში და თანხები იმის და მიხედვით მერყეობს როგორ თვითონ ქალბატონი ნინოს ბურჯანაძისგან ხორციელდება მოსყიდვა ეგ სრული აბსურდია ეგ არასწორი ინფორმაცია თვითონ რასაც აკეთებენ ახლა უნდათ რომ სხვებს დააბრალონ გინა ნაცები და გინა ეგენი არიან ნაციონალური ოცნება განაცხვა რამე ვის უტოვებს ამ ხალხს 4 წლიანი გეგმა რომ შემოგთავაზა შარშან და ეხლა მიდის იმ 3 წელში მისთან აქტორის ეს მოინტერესებს ჩვენ ხალხს მე კი არა ამდენ მილიონ ხალხს აინტერესებს რა გვიპირებს ამ ხალხს